გამარჯვება. დღეს მოდით ვისაუბროთ ჯემალ ქარჩხაძის ერთ-ერთ უძლიერეს ნაწარმოებზე, რომელიც ადამიანის სულის ყველაზე ღრმა კითხვებს ეხება. ეს არის ამბავი, რომელიც დამიჯერეთ დროს საერთოდ არ ემორჩილება. მოდით დავიწყოთ ერთი შეხედვით მარტივი კითხვით, რომელიც ალბათ ყველას დაგვისმობს საკუთარი თავისთვის. რა არის მეგობრობის ნამდვილი ფასი? აი რეალურად, რისი დათმობა შეგიძლიათ მეგობრისთვის? სწორედ ამ კითხვის ირგვლივ ტრიალებს მთელი ეს რომანი. კარგი, მოდით, სანამ თავარ გმირებს გავიცნოთ, ჯერ ზოგადად ვნახოთ რა გარემოში ხდება მოქმედება და რატომ არის ამ რომანის თხრობის სტილი ასეთი განსაკუთრებული. წარმოიდგინეთ, მთელ ამ ისტორიას ჩვენ ვხედავთ არა პირდაპირ, არამედ ერთი უცხოელის, იტალიელი ვაჭრის თვალით, რომელიც მე-17 საუკუნის საქართველოში მოგზაურობს. ეს გარედან დაკვირვება თითქოს სარკეში გვაჩვენებს იმ დროინდელ რეალობას და ამბავს სულ სხვა, ძალიან საინტერესო პერსპექტივას წენს. ახლა კი დროა შევხვდეთ ჩვენს ორ მთავარ გმირს. ისინი ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდებიან, რომ ძნელი წარმოსადგენია რა შეიძლება აკავშირებდეთ. სწორედ ეს დაპირისპირებაა რომანის გული. და აი აქ ხდება ორი სამყაროს შეჯახება. ერთი მხრივ ყავს ანტონიო ბერი, რომელიც თითქოს სულიერების, რწმენისა და პატიების განსახიერებაა. და მეორე მხრივ დავითი, სასტიკი ავაზაკი, რომელიც შიშის და შურის ძიების სიმბოლოდ შეიძლება მოგვეჩვენოს. სინათლის და სიბნელის ეს შეხვედაა ამბის მთავარი ღერძი. და ეს ყველაფერი ხდება მე-17 საუკუნის საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც სავსეა კონტრასტებით, წარმოუდგენელი სილამაზე და ამავდროულად წარმოუდგენელი სისასტიკე, საფრთხეები და კორუფცია. სწორედ ამ ძალიან რთულ ფონზე იშლება ჩვენი გმირების დრამა. კარგი, ახლა მოდით კიდევ უფრო ღრმად ჩავიხედოთ ამ ამბავში და ვნახოთ, რა ფილოსოფიური და მორალური საკითხები იმალება ამ ორი ადამიანის ურთიერთობის მიღმა. ხომ იცით, აქ მთავარი ის კი არ არის, ვინ არის კარგი და ვინ ცუდი. არა, ეს არის შინაგანი სულიერი ბრძოლა, რომელსაც თითოეული პერსონაჟი გადის. ესაა ბრძოლა საკუთარ შიშებთან, საკუთარ დემონებთან და ნამდვილი რწმენის ძიება. აი ეს ფრაზა, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია მთელ რომანში. სიცოცხლე იმად არ ღირს, რომ მისთვის შიშს მონად გაუხდე. ეს არის ანტონიოს მთავარი ფილოსოფია. და სწორედ ამ სიტყვებით ის უპირისპირდება დავითს და ფაქტობრივად ბრძოლისკენ იწვევს. ოღონდ არა ფიზიკური, არამედ საკუთარ შიშებთან ბრძოლისკენ. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა გვესმოდეს. ბოროტება აქ მარტო ავაზაკები არ არიან. ბოროტება, ასე ვთქვათ, სისტემურია. ის წარმოდგენილია კორუმპირებული მღვდლების და მკაცრი ინკვიზიტორების სახით, ანუ იმ ადამიანებით, რომლებიც საკუთარი ძალაუფლებისთვის ყველაფერზე მიდიან. კარგით, და რა ხდება შემდეგ, როგორ ვითარდება ამბის ემოციური გული? მოდით ვნახოთ, როგორ იცლება ჩვენი ორი გმირი და რა გზას გადის თითოეული მათგანი, საკუთარი თავის პოვნისკენ, ანუ ხსნისკენ. დავითის გარდასახვა მართლაც რომ დრამატული და საოცარი სანახავია. თავიდან ის არის შიშის მონგროლი ბოროტმოქმედი, მაგრამ ანტონიოს სიტყვები მას საკუთარ თავში ჩაახედებს. ეს არის გზა მონანიებისკენ, რომელსაც სიტყვის და თანაგრძნობის უზარმაზარი ძალა განაპირობებს. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ამბავი მხოლოდ დავითის ცვლილებაზეა. ანტონიოს სულიერი ძიებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ისიც საკუთარი წარსულის აჩრდილებს ებძვის და თავისებურ ხსნას ეძებს. რა ტვირთს ატარებს ანტონიო? მისი ტრაგედია წარსულშია. ის ინკვიზიციას გადაურჩა, როცა მისი მეგობრები კოცონზე დაწვეს. ამიტომ მისი გადარჩენა შვება კი არა, პირიქით, მძიმე ტვირთია, ერთგვარი დანაშაულის გრძნობა. ის ეძებს გზას, რომელიც მისი მეგობრების მსხვერპლს გაამართლებს. და აი, ვუახლოვდებით კულმინაციას. ანტონიოს მსხვერპლი. ეს არ არის უბრალოდ სიკვდილი, ეს არის აქტი, რომელიც არა მხოლოდ მის საკუთარ წარსულს გამოისყიდის, არამედ დავითის მომავალსაც იხსნის ძალადობისგან. ეს არის სიყვარულისა და მეგობრობის უმაღლესი გამოვლინება. კარგი, ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ შეიძლება იკითხოთ, რატომ უნდა გვაინტერესებდეს მე-17 საუკუნეში მომხდარი ამბავი დღეს, 21 საუკუნეში? მოდით ვნახოთ. მოდით ერთი წამით ავტორზეც ვთქვათ. ჯემალ ქარჩხაძემ ეს რომანი მორალურ სიმამაცეზე დაწერა იმ დროს, საბჭოთა პერიოდში, როდესაც თავისუფალი სიტყვა იდევნებოდა. ეს კონტექსტი, რა თქმა უნდა, ნაწარმოებს კიდევ უფრო მეტ სიღრმეს სცენს. ანუ ხდებით, ეს არ არის უბრალოდ ისტორიული რომანი. ეს არის მარადიული ალეგორია ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომელიც ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ ტოტალიტარულ რეჟიმში ინარჩუნებს თავის ძალასა და აქტუალობასა. და მაინც რატომ არის ეს ამბავი დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ რომანის მთავარი თემები, სიმამაცე, თანაგრძნობა, სიმართლის ძიება და რაც მთავარია, საკუთარ შიშებთან ბრძოლა, ეს მარადიული თემებია. ისინი დღესაც ისევე გვეხება თითოეულ ჩვენგანს, როგორც არასდროს. და ბოლოს მინდა რომ დაფიქრდეთ ერთ კითხვაზე, რომელიც ამ რომანის ცენტრალური დილემაა. უსამართლობით სავსე სამყაროში, ვის გზას აირჩევდით? ანტონიოს გზას, რომელიც სიტყვით იბრძვის, თუ დავითის გზას, რომელიც საქმით ცდილობს სამყაროს შეცვლას.
ამაზე პასუხი ალბათ თითოეულმა ჩვენგანმა თავად უნდა ვიპოვოთ.